მეგობრებო, დაივიწყეთ ყველაფერი, რაც აქამდე გინახავთ. ეს მარსი ვარ, ოღონდ საქართველოში. თქვენს წინაშია დავით გარეჯის ფერადი უდაბნო, სადაც ფეხის ყოველივე ნაბიჯზე სამყარო იცვლება. ადგილი, რომელიც საქართველოში ყველაზე მეტად გავს სხვა პლანეტას. მისი ნახვა თბილისიდან სულ რაღაც 70 კილომეტრში შეგიძლიათ. როგორც კი აქ გადმოდგამ ფეხს, ცივილიზაცია ქრება. აქაც გზებია და არც ხმაური, მხოლოდ შენ და ეს საოცარი სივრცე. აქაურობა არ არის უბრალოდ მიწა, იგი ბუნების მიერ დახატული ტილოა, სადაც ყოველი ფერი თავის ისტორიას ყვება. ჩამოვიდით დავით გარეჯში, წინ 3 კილომეტრიანი საფეხმავლო გზა გვაქვს გასავლელი. რელიეფი არც ისე მარტივი არის, თუ დააკვირდებით სველია და ფეხის სრიალებს, მაგრამ იმედი ადვილად გავუმკლავდებით და ნახავთ ამ უბრძეს ნაკეთებს. აქ ნამდვილი თავგადასავალი გველის. თუმცა ერთი რამ უნდა იცოდეთ. ადგილობრივი გარემო არა მხოლოდ ლამაზი, არამედ მკაცრიცაა. გაზაფხულიდან მიდამოებში გიურზები იბრძვიან. აღნიშნული ქვეწარმავალი რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე შხამიანად ითვლება. ამიტომ როცა ფერად მთებზე სეირნობთ, ყოველი ფეხის ნაბიჯი უნდა გააკონტროლოთ. ბუნება შეცდომებს არ პატიობს. მაგრამ დამიჯერეთ, ყოველი მეტრი იმხედებათ ღირს, რასაც წინ ნახავთ. სწორედ აქედან იწყება ჩვენი გზა სხვა პლანეტისკენ. მეგობრებო, ეხლა ჩვენ ვიყოფებით ჯანდარის ტბაზე. თუ დააკვირდებით, ნახევრის იქით არის უკვე აზერბაიჯანის საზღვარი. ეხლა დრონს ვერ ავაფრენ, თან წვიმა არის, რო ავაფრინო შეიძლება ჩამოაგდონ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა. ამიტომ აქედან დაგათვალიერებინებთ. შეხედეთ მაპზე როგორ ჩანს ნახევარი გაყოფილია. ესე იგი, ამ ნახევრის იქით თუ ნავით გადავედით, შეიძლება დიდი ალბათობით მესაზღვრეებმა გაგოჩერონ და გადაგვიყვანონ აზერბაიჯანში. აქ შევხვდებით მეთევზეებსაც. არ ვიცი ამ წვიმაში რას იჭერენ. შეიძლება მუღამის პონჩი თევზაობენ. თავარია ჩემი აღჭურვილობა არ დაზიანდეს და არ დასველდეს. მე ყველაფრისთვის მზად ვარ. მეგობრებო, თუ დააკვირდებით აი ამ ფერად ზოლებს, მიხვდებით რომ აქ ნამდვილი ისტორიაა დაწერილი. აი ის წითელი ზოლები, რაც ამ ქედს გასდევს, არის დაჟანგული რკინა, რკინის ოქსიდი. ყვითელი და მწვანე ფერები არის თიხოვანი მინერალები. წარმოიდგინეთ, სადაც ახლა მე აქ ვდგავარ, ეს ფერადი ფენები არის უძველესი ზღვის დანალექი ქანები. აი შეხედეთ რა ლამაზი. სარმატული ზღვა და ეს არის მისი ფსკერი. ჩვენი თავგადასავალი არ არის უბრალოდ მოგზაურობა, არამედ დაბრუნება იმ ეპოქაში, როცა ადამიანი ჯერ კიდევ არ არსებობდა. მაგრამ მოცემული უდაბნო მხოლოდ ბუნების საოცრება არ არის. აქ, ამ მკაცრ კლდეებში, საუკუნეების განმავლობაში იწერებოდა ქართული სულიერების ისტორია. დავით გარეჯის ლავრა და ნათლისმცემლის მონასტერი წარმოადგენს ადამიანის მიერ კლდეში გამოკვეთილი რწმენის ძალას, რომელიც დღემდე აუცებს მნახველს. ეხლა ვაპირებთ შევიდეთ და დავათვალიეროთ შეგინდა ეს მონასტერი. მეგობრებო, შეხედეთ ამ ფრესკებს. ეს არის საუკუნეების ნახატი, მაგრამ ნახეთ ზოგი როგორ არის გადათეთრებული და წაშლილი. ზოგან სახეების კი აღარ ჩანს. გული გწყდება ადამიანს, რომ ასეთი საგანძური თვალწინ ქრება. თუმცა რაც დარჩა ისიც საოცარ ენერგიას ასხივებს.
წარმოიდგინეთ საუკუნეების განმავლობაში აქ ბერები ცხოვრობდნენ და მთელი დარჩენილ ცხოვრებას აქ ატარებდნენ. ძალიან ვიწრო კომპლექსია. თავს არ მივარტყო იმედია. ეს არ იყო მხოლოდ სალოცავი ადგილი. ეს იყო ნამდვილი აკადემია, სადაც საუკუნეების წინ ქართული კულტურა და მწერლობა იქმნებოდა. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას გრძნობ რამხელა ისტორია ინგრევა ჩვენს თვალწინ. ძალიან მძიმე ემოცია სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. თუმცა ეს ადგილი მხოლოდ ბუნების საოცრება არ არის. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაუგებრობა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო. აქ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე რთული ისტორიული წერტილიც გადის. საზღვრის დაუზუსტებლობის გამო ბევრ ტაძართან მისვლა ჯერ კიდევ შეზღუდულია. აი დააკვირდით მეგობრებო. იმ ქედს ხო ხედავთ? იმ ქედის უკან არის უკვე აზერბაიჯანი. პირდაპირ გაგებით ამ უზარმაზარ კომპლექსს ორად ყოფს. ჩვენსკენ მოიქცა ნათლისმცემლის მონასტერი და დავით ქარაჯის ლავრა. აზერბაიჯანის მხარეს კი უდაბნოს მონასტერია მოქცეული და კიდევ რამოდენიმე მონასტერი, რომელიც თავისი ფრესკებით არის შემორჩენილი იქ. უფლებასაც არ გვაძლევენ, რომ რესტავრაცია ჩაუტაროთ. ეს არის ადგილი, სადაც ისტორია და დღევანდელობა ერთმანეთს ასე მტკივნეულად კვეთს. ნახე რა ვიწრო გზების გავლა გვიწევს, მაგრამ კატას არაფერი ეშინია. კატა. ეს მაგარი კატა. ნახოთ აბა სადამდე აგვიყვანს ეს გზა. კატას არ უტირს როგორც ჩანს, მაგრამ მე მიჭერს ფეხები მისწიებს. ხო ნახოთ აქ რა არის. როგორც წინაზე აღნიშნე, აი ვანდალიზმის ფაქტები არის ყველგან მეგობრებო რა. ყველა კუთხეში. და ეს რაღაცებს რატო აკეთებენ არ მესმის ჩემამდე არ დადის რა. ძირითადად არის სულ რუსების დაწერილი წარწერები. სახელი და გვარები და ასე შემდეგ. ჩემი აზრით აი ასეთი უბრალო წარწერების დაწერით თქვენ სახელს ვერ მოიხვეჭავთ მაინც. კონი ყველაზე მეტად რთულ ასასვლელს მივადექით და იმედია აქ ფეხი არ დაგვისტრიალდება, გადავრჩებით ხრამში არ ჩავარდებით. კატა, გამიძახი წინ მიდი. საიდან ავიდე? მანდედან. შენაერი მოხერხებული რო არ ვარ. როგორ ავიდე? აქედან ავალ. ჩვენი აზრით ახლა აი ამ კოშკს საიდან იქნება შესასვლელი? თლიანად დავარდგწე და არ ქონდა. იცით საიდუმლოდ სად არის დამარხული? ნახეთ, აკაჩვენოთ. ნაი, აქედან უნდა შევიდეთ. ორი გვირაბი იყოფა. ერთი ქვემოთ ჩადის და საკმაოდ დიდი ჩასავარდნია. ამიტომ აქ უნდა ვიფრთხილოთ. კატა გამოდი, კატა არ ჩავარდე. ეხლა შევიდეთ და დავათვალიეროთ შიგნიდან ეს კოშკი. აუ, თავი ავარტყი. ვაუ, ძალიან მაგარია მეგობრებო. ნახეთ. ასე ვიწროა აქ. და წარმოიდგინეთ აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. მე ახლა ვაპირებ ავიდე ერთ-ერთ თავდაცვით კოშკზე, ჩემს ფისოსთან ერთად. ფისო. არა დიხარ, ამუყევე. და ვნახავ რა არის ზემოთ. ჩემს კამერამენს ვთხოვ რომ მომაწოდოს კამერა. ახლა განახებთ რა ხდება ზემოთ. კატასამის ფეხი დავადგი. ნახეთ რა სილამაზეა. როდესაც ცათრები შემოგვესეოდნენ ხოლმე, აქედან თავს იცავდნენ ჩვენი თანამებრძოლები. სათოფურებიც არის აქ, თუ დააკვირდებით. რამოდენიმე. ჩანს თავი მეგობრე. ხო არ წაგიყვანო ჩემთან სახლში ფისო. წადი, ჩადი მიდი. მიდი, ჩადი. ეს არის ჩემი ერთ-ერთი მეგზური, ამის მერე ამას წავიყვან ხოლმე სულ. ფისო, წადი.
ნახეთ რა განახოთ. ჩიცად გაუკეთებია ბუდე. ძალიან კარგი ადგილი უპოვნია. ხუდრო. ძალიან დაბალი სახურავებია, მეგობრებო, სამჯერ ავარტყი თავი. ცოტა მაღალი ვერ გააკეთე ეს. ან მივარ ძალიან მაღალი, ან ამათმა გააკეთეს ძალიან დაბალი. ნუ ესეც შეიძლება ერთ-ერთი თავდაცვითი ტაქტიკა იყო, რომ წერი ადვილად ვერ შემოსულიყო აქ. მეგობრებო, ნახეთ რა აღმოაჩინეთ. უძველესი ჩონჩხი. თქვენი აზრით რა არის? მეგატრონის ზვიგენი თუ ჩვეულებრივი ძროხა? დაწერეთ კომენტარებში. რაღაც რქები აქვს. დიდი ალბათობით ჩაქუჩა ზვიგენი იქნება ეს. არ ამგონია ძროხა იყოს. აი ახლა რუს ტურისტები მოდიან და უნდა დავფრანქოთ. Hello. This is shark bone. Shark bone. Yeah. It's joking. It is cold. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით აქ გადმოდიოდა რქოსანი პირუტყვი და ჩავარდა აქ სამწუხაროდ ვეღარავინ მოიყვანა და დარჩა ასე. დაინახეთ საქართველოს განსხვავებულად. ეს ბექას ოდისეა და ჩვენი თავგადასავალი გრძელდება. გამოიწერეთ არხი და შევხვდებით შემდეგ ლოკაციაზე.